რამდენიმე წლის წინ არსებობდა ეს გეგმა, რომ გაკეთებულიყო ქვევრის სკოლა აკადემია, იმიტომ რომ მექვევრეობას სჭირდებოდა პროფესიონალური თუ პროფესიული მხარდაჭერა და მიდგომა. Რამდენიმე მინისტრი იყო ამ იდეის სრული მხარდაჭერი და მე მინდა ვთქვა, რომ მათ შორის იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ პროექტს და იდეას უჭერდა მხარს. ისევ მეუფეს ინიციატივით და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მალე განხორციელდება. სრულად მოხდეს იყალთოს ხევის რეაბილიტაცია 1000 წლის წინ. აქ იყო აკადემია, სადაც ისწავლებოდა მათ შორის მეღვინეობა, როგორც უმაღლესი განათლება. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ფაქტიურად ყველა მეღვინესთვის ეს არის როგორც იერუსალიმი, ის ადგილი, მოსალოცი ადგილი, სადაც ის ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს და ნახოს სად იბადებოდა ღვინის განათლება. ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა არის ალბათ საფუძველი და ქვევრი დღეს მიდის უკვე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს სკოლა აკადემია ვფიქრობთ და ჩაფიქრებულიც არის, რომ გახდეს ადგილი, კვლევითი ლაბორატორია, სადაც უნდა მოხდეს შესწავლა ძველი თიხის ჭურჭლის ნიმუშებისა და თუ შეიძლება ითქვას საუკუნეების მიხედვით მათ შორის არსებული განსხვავების მესამე სართულზე იქნება ხატვარ დიზაინერთათვის სამუშაო ოთახი, იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ ბიბლიოთეკა. დაამუშავებს ყველა ძველ ნიმუშს და რაღაცა ახალ შეძენს. გეგმავთ და ვფიქრობთ, რომ იქნება სწავლა უცხო ენაზეც. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მაგ გარდა მეთუნეობისა იქნება სწავლება ქართული ფაიფურის სახელოსნო გვექნება მინანქრის სახელოსნო, გვექნება საუფრონჭედლო სახელოსნო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის კახეთშიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. დღეს როგორც მოგიხსენებათ, ეს პროექტი დაფინანსებული არის სახელმწიფოს და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ერთობლივი პროექტია. ის რაც უძლებს საუკუნეებს ნიშნავს, რომ არის საწინდარი მომავლისაც. ამ სკოლით, რა თქმა უნდა, ჩვენი ფესვებიდან დაწყებული და განხორციელებული აი ამ სიმდიდრის მომავალი თაობებისათვის გადაცემას ვახორციელებთ. და სწორედ ეს ნაბიჯი აი იმ ტრადიციის აღდგენით და იმ ტრადიციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რასაც ეს სკოლა ემსახურება. ყველა მევენახის, მეღვინის, მოყვარულის თუ დამგემოვნებლის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ.
იყალთოში გაიხსნა ქვევრის სკოლა აკადემია, რაც მექვევრეობის ტრადიციის გაგრძელების და აღორძინების ძალიან დიდი წინაპირობაა. ეს ქართული ქვევრის ღვინის მაღალხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველას ვილოცავ ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ქვევრის ღვინო არის ალბათ ჩვენი სავიზიტო ბარათი ქართული მეღვინეობის ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული ნიმუში, სწორედ ქვევრის ღვინო არის, რომელიც ტრადიციულად უკვე 8000 წელია ტრადიციით გადმოგვეცა ქართველებს. თუმცა მეცნიერულად და პროფესიონალური კუთხით მაინც გვაქვს სამუშაო, შესასწავლი და დასახვეწია ძალიან ბევრი დეტალი. ქვევრის სკოლა აკადემია იყალთოში ალბათ იქნება ის ცენტრი, სადაც მოხდება ზოგადად ქვევრის წარმოების შესახებ ინფორმაციის და ცოდნის გაზიარება, ქვევრის ღვინის წარმოების შესახებ და ზოგადად ქართული ღვინის შესახებ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ აქ იყალთოში, იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიაში. ქართული ღვინის კვირეული 2016 წელს სწორედ იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიის გახსნით დაიწყო და გაგრძელდება 2 ოქტომბრამდე. ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისში, რეგიონებში, ქობულეთი, თელავი, მთელი საქართველო ჩართულია და აღნიშნავს ქართული ღვინის კვირეულს.